პირველ რიგში უდიდესი მადლობა ჩემს ამომრჩეველს. ყველა ჩვენი გუნდის ამომრჩეველს, რომელთაც უდიდესი ნდობა გამოგვიცხადეს, მოვიდნენ არჩევნებზე და აფიქსირეს საკუთარი არჩევანი. შედეგი, რაც არ უნდა ცუდი იყოს ან კარგი, მიგვითითებს და გვაჩვენებს ერთს, რომ ქართველი ხალხის ერთობის გარეშე აღარაფერი აღარ შედგება. ამ ერთობაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ან ერთი გუნდის განსხვავებულ აზრს, ან მეორე გუნდის განსხვავებულ აზრს. საერთო ჯამში ჩვენ ამან გვაჩვენა, რომ უნდა გქონდეს განსხვავებული აზრის მიმღეობა. ნუ ვიქნებით და ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას განსხვავებულ აზრს. შედეგით სახეზე გვაქვს. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ და აღიარეთ საკუთარი შეცდომები. ჯერ ერთი რომ შეცდომები დანაშაულს ამსუბუქებს და მეორე რიგში კიდევ გადაწყვეტილების მიღების უნარს გაძლევს, რომ მომავალში თუ როგორ უნდა მიიღო, როგორ უნდა დააბალანსო, როგორ უნდა ითანამშრომლო და არ უნდა იყო, ასე ვთქვათ, კლავიატურის ლომი, რომ Facebook-ი ან ნებისმიერი სოციალური ქსელებიდან გამოხდედა შენს მეგობარს, რომელიც 200 დღეზე მეტი შენს გვერდით იდგა, შეურაცხყოფა მიაყენო. არ დავიწყებ არავის კრიტიკას, ან არავის დადებით შეფასებას. მხოლოდ ერთი რამ, ნუ დავაყენებთ საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოებრივზე უფრო მაღლა. ჩვენი გუნდი ამის ნათელი მაგალითია. ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ ჩვენი გასაკეთებელი. ამიტომაც ჯერი არის ერთობაზე, ჯერი არის ერთად დასხდომაზე და ერთობლივ გადაწყვეტილებების მიღებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაქსასრულობა და საერთოდ გაყოფა ჩვენს საერთო მტერს აძლევს უდიდეს უპირატესობას. თქვენ ხედავთ, რომ კალაძემაც და ნებისმიერმა სხვა ოპოზიციურმა მერობის კანდიდატმა 20%-ზე მეტი ვერ აიღო ვერც ერთ ქალაქში. ეს არის შედეგი მიუსვლელობის, საკუთარი აზრის არ დაფიქსირების და მეორე კუთხით კიდევ არაფრის არ კეთების. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ ადამიანებს, იმ ლიდერებს, თუ გინდათ იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომელთაც აქვთ გარკვეული ინფლუენსური ძალა, ზემოქმედება მოახდინონ ხალხზე და მომავალშიც ხალხი მოტყუებული და ასე გაუბედურებული რო არ დარჩეს, საჭიროა ჩვენ პირველ რიგში ჩავკლათ ჩვენი პირადი ინტერესები და ვიზრუნოთ სახელმწიფოზე, როგორც ჩვენს ერთობაზე, საკუთარ სახლზე და არა ასე ვთქვათ პირად გამორჩენაზე. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩემს ამომრჩეველს, ჩვენი გუნდის ამომრჩეველს, რომელთაც ნდობა გამოგვიცხადეს